მამისა და დადისა და სულისა წმინდისა და ხვალე შაბათს არის გაზარე შაბათი ქვია 4 დღის დარი აღონებული ღმერთმა აღადგინა გაზარე ერქვა მაგას და ხვალს შესაძლოთ გაზარეს აღდგინებას თვით აღდგინებას და გაზარე კიდე იცხოვრა 30 წელი და გახდება ეპისკოპოსი და Kiproshia magis ablavi. Da qalare asaseba kevai da didebai kartulisa enisa. Spinda zosimi arkhebs kartulenas da zogi arasuratleburs. Koniaro kartulenashia sna kasaqebis gadarchenisa საქართველოს თელესოფიოსი და დასასაცილოა თან სადერალია, იმიტომ რომ შეადმოყავს ერთი ადამიანის მაგალითი პროფესორია. ჩემი ასაკის კაცია და დღე და ღამ მუშაობს იმაზე, რომ გადაარჩინოს საქართველო, გადაარჩინოს მთელი მსოფლიო და მუშაობს იმაზე, ძველ ქართულ ასოებზე. და იმაში გონია სახსნისა, ასეთი ადამიანი, რაცა უნდა ცოდნა ჰქონდეს, ცოდნა და განათლება, განათლება ხდება სული წმინდით. აი მაგალითად 70 წელი დიდი ხანი ხო არ გასვლა სასწავლო საბჭოთა საქართველოს. საბჭოთა კავშირი რა ხდებოდა? უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლებოდა ეს ცხოვრება წარმოიშვა აფეთქებისგან და ადამიანი მაიმუნისგან და ამ დროს მეცნიერება იყო თუ ის რა ქვია მედიცინა იყო საბჭოთა კავშირი იყო ჩამოჩენილი სხვებს და რა ხდებოდა მაშინ მეორე 68 წელს რა ისწავლებოდა აი ჩვენ ვიყავით მუშახახი შრომელი ხალხი და ის ამერიკელი ევროპელი იყვნენ კაპიტალისტები და საზიზრობა და საშინელი ხალხი და ვინც რამეს კარგს იტყოდა მათზე შეიძლება 5 წელი მიეცათ. ახლა ზუსტად იგივე ხდება რა საბჭოთა კავშირი დაიშალა ითიზდებიან ჩვენი ახალგაზრდები რომ ჩვენ ვართ ესე იგი კარგები ამერიკელი ევროპელები იმათ ფუჭამს მას მედია და ეს უმაღლესი განათლება ესე იგი რასაც უმაღლესი ქვია ესე იგი პულის აიდან მოდის ამერიკებიდან და ისწავლება რუსეთი არის საზიზრობა საშინელება მაგრამ მას ქვია პოლიტიკა ასე იყო ყოველთვის დასაბდა მოწინააღმდეგე სიზრუნვის ქრისტიანობა კიდე რა არის კარგად ჩანს ჩვენი პატრიარქის მაგალითი ელია მეორესი მაგის ქადაგებებს გიჩვენებენ ახლა რას ლაპარაკობდა ასევე ყველას გიჩვენებ იყიდება საშუბაო და საათუმო ეპისტოლები და ყველაფერზე მიიღოთ პასუხს რა ხდებოდა როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა ყველა გაუგებარ საკითხებზე მიიღეთ პასუხს მის ეპისტოლეებში და ასევე რა გამოჩნდა რაც რა დაინახა თემა მსოფლიო რომ ჩვენ ვართ ქართულები ყოფილვართ მოწმუნეები იმიტომ რომ იმდენი ხალხი იყო სასულიერო პირი იყო პატრიარქი ამდენი ხანი მარტო ქართველები იყვნენ, მარტო მართლმადიდებლები იყვნენ. იყვნენ სხვა სარწმუნოების ხალხი, იყვნენ სხვა ეროვნების ხალხი. და ამ დროს ზოგი როგორია? ერთი მეუნება, რომ ის რა ქვია, რომ ის ზიარების რიგში იდგა. და ესე იგი რუსულად ლაპარაკობდა და მეორე ვინც ეს იგი ეზიარებოდა, ახლა რუსული ლაპარაკი არ შეიძლება ის კაც ადამიანი ეზიარება. და სხვას ეუნება მაზიარებას ესე იგი რუსულად ლაპარაკობა ესე იგი რა არის ესე იგი აი წემაზაზე ისო თუ გეიგიათ როგორ შეიძლება ეზიარებოდე ღმერთსა და ენას უბრძანებდე რომელიღაც ენაზე საუბარს და რატო ხდება ეს იმიტომ ის ქართველი რო ხარ და ეს რომ ქებაი და დიდებაი ქართლის ენისა გონია რომ შე რაღაცა ხარ და ქართულ ენაში რა ისე განსხვავებულია რომ ეს ქართული ენა სხვებიჯობია და შეად ვამბობ რამ ისი მაგალითი მოგასო 70 წელი ქართულ ენაზე არ გამიგია ღმერთი არისო. საბჭოთა კავშირის დროს. ახლა ქართულ ენაზე მოლაპარაკეები ეს 4 არხი რომ არის. ლიბერალური არხი მე რო ქვია. გვინათმულებენ ჩვენ შვილიშვილებს, თესამენს, სიტყვაობას და ცოდვებს. 8 წლის გოგო რომ მეუნება, სიტყვაობა, მისი დამსახურება ქართულად მოლაპარაკე მასმედიის ზოგიერთი. ეს ქართული ენა ვერ შევიდა და ქართულის ცოდნა და ქართული სისხლი ვეშვილის ამათ და აშვედო და ოჯახი და მახარიძეებს როცა აღებდნენ დაზებს ქვიდავდნენ მოწუნეებს ესე იგი
ის ლაზარე რო აღადგინა ღმერთმა ფიზიკურად. ადამიანს რა უთხრა ღმერთმა, თუ შეჭამთო, მოგდებითო. მაგრამ პირველ შეჭამე საგზაული ხილი ფიზიკურად კი არ მოგდენ. სულიერად მოგდა, სულიერად ტარიხა. როცა ვარგობ მე, სულიერად ტარიხა, როცა შენში შურია, სიზრმილია. გაგითხრა, სიზღია. ენასვერიდან. და შენ თვითერია ქართველი რო ხარ, რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ რუსული ენა, რუსული ხალხი. შემდის ტერია ევროკავშირი, ფრანგი და ესპანეთი და გერმანელი არამედ. ევროკავშირი რატომ ამტერი, სულიერი. იმიტომ რომ მეუბნება რომ დაუშვიო ტიბეტის პროპაგანდა, იმიტომ სულიერი მტერი, მაგრამ რა შეშია. ფრანგი, ესპანელი, გერმანელი შეამოყავს მის მაგალითი რომ ორი ბომბი შეუსმა ნაგასაკში. გარდაიცვალა 250,000 კაცს, მაგრამ შეშია ისწავლენ ამერიკელი ხალხი. ეს უბრალოდ უცუდიანობა. ამ უცუდიანობის გამოდის სიზღი და სიძულვი და მართლა გვაშოროს. ჩვენ დანარს ვერთი. არც დაიყოს.